საქართველოს თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფის მუშაობას გაეცნო. ირაკლი ჩიქოვანმა ყაზარმები, ბაზების ინფრასტრუქტურა, სპეციალური აღჭურვილობა, ავტოპარკი, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერა. მინისტრი ადლიაში საქართველოს ეროვნული გვარდიის მეათე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზასაც ეწვია. მისი განცხადებით, დასავლეთის სარდლობაში უკვე დასრულებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და მომავალში სამხედრო მოსამსახურეები უკეთეს პირობებში იქნებიან. Რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში არსებული თავდაცვის ძალების თითქმის ყველა ობიექტი მოვინახულეთ. ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც უკვე შესრულებულია და არის გეგმები, რომელიც ითვალისწინებს ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და რა თქმა უნდა, ასევე სხვა მიმართულებებს, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართული იქნება იმისკენ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების შემადგენლობა არის მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი ოფიცრები, რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მათ მინდა მადლობა უთხრა კიდევ ერთხელ ქვეყნის სამსახურისთვის.